თბილისი არის საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ქალაქი ევროპაში. თუ ციურიხს, ლონდონს და პარიზს არ ჩავთვლით აი სუპერ მდიდარ ქალაქებს, თბილისში ცხოვრება ყველაფერი არის გაცილებით უფრო ძვირი ვიდრე ევროპულ ქალაქებში. ამავე დროს შემოსავლები არის სამჯერ უფრო ნაკლები, ხო? 4ჯერ ზოგ შემთხვევაში. შესაბამისად ამ ადამიანებისთვისაც ხო ინფრასტრუქტურა, ქაოტური განაშენების გამო ხო ინფრასტრუქტურა განადგურებული არის, პატარა დისტანციაზეც კი იწევს ძალიან დიდი დროის დახარჯვა, ანუ მარტივად თქვა ცხოვრების ხარისხს რასაც ვეძახით, მაღალი ცხოვრების ხარისხი რა არის? კარგი სკოლა, კარგი ბაღი, გამართული ინფრასტრუქტურა, სიმწვანე, კარგი ჯანდაცვა, კარგი განათლება, ხო? არც ერთი ეს კომპონენტი არ არის ისეთი, როგორც უნდა იყოს მიგრანტისთვის. ხო, ხა თუ შეგიძლია წახვიდე და არ ვიცი, ვალენსიაში იცხოვრო, ან ლისაბონს აღარ ვიძახი და პორტუგალიას აღარ ვიძახი, ან იტალიაში, რომში შეგიძლია იცხოვრო მაგალითად, გაცილებით უფრო იაფად ვიდრე თბილისში, თავის იჯარიანად, ტრანსპორტირებიანად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? რატო გაჩერდები აქ, ხო?